45 წლის მამაკაცი უჩივის გულისცემის უსიამოვნო შეგრძნებას, მასის შემცირებასა და შფოთვას. აქვს არტერიული ჰიპერტენზია. გულის ხვიცვლებები არ არის. არაერთხელ ჩატარებული გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის თაობაზე ნორმალური აღმოჩნდა. რა სჭირს პაციენტს? აშკარაა, რომ აქ არის ტაკიკარდია, ვინაიდან R ინტერვალის შესაბამება 2 დიდ კვადრატს. და როგორც გახსოვთ, ტაკიკარდიის დროს უმჯობესია განსაზღვროთ არა დიდი კვადრატები, არამედ პატარა კვადრატების რიცხვი. აქ თუ თქვენ გადავთვლით, აღმოჩნდება, რომ იქნება 11 პატარა კვადრატი, ანუ გულისცემის სიხშირე ყოფილა 1500 გაყოფილი 11-ზე. 140 წუთში. ასევე ხედავთ, რომ QRS კომპლექსების ფორმა ნორმალურია, მაგრამ ეს კომპლექსები შედარებით ვიწროა. თუმცა ნორმის ფარგლებშია. შეესაბამება დაახლოებით 0.8 წამს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტაკიკარდიის დროს განსაზღვროთ პეკბილების არსებობა ყოველი QRS კომპლექსის წინ და მათი ფორმა. იმიტომ რომ ეს საკვანძო ინფორმაციის მატარებელია. აქ ხედავთ, რომ ყოველი QRS კომპლექსის წინ არის თითო პეკბილი. არა მარტო აქ, ყველგან. და ეს პეკბილები არის ნორმალური ფორმის. ასევე ნორმალური არის PQ ინტერვალის ხანგრძლივობაც, ნორმის დიაპაზონშია. და ნორმალური არის გულის ერთეული ღერძიც. გვაქვს დომინანტური ერკბილები პირველ-მეორე განხრებში და თითქმის თანაბარი R-S კბილები მესამე განხრაში. თუმცა თქვენ ამჩნევთ, რომ პირველ განხრაში პეკბილები უფრო გამოხატულია, ვიდრე ტეკბილები. ისინი აქ ძალიან გასადავებულია. არა მარტო პირველ განხრაში, არამედ V5 და V6 განხრებშიც. აქ უფრო პეკბილები მოჩანს. ჩვეულებრივ ეს ხდება მაშინ, როცა არის გამოხატული ტაკიკარდია. ასევე შეიმჩნევა ტეკბილის ინვერსია AVL განხრაში. ნუ საერთოდ ეს ნორმის დროსაც ხდება ხოლმე. როგორც გახსოვთ, მესამე AVL და V1 განხრებში ტეკბილი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე ორფაზიანი ან უარყოფითი. რა თქმა უნდა, აქ გვაქვს ტაკიკარდია, მაგრამ უნდა განსაზღვროთ ეს ტაკიკარდია არის სინუსური, თუ ეს ტაკიკარდია არის წინაგულოვანი. ვინაიდან აქ ყოველი QRS კომპლექსის წინ გვაქვს პეკბილი და თან ეს პეკბილი დადებითია პირველ, მეორე, AVF და გულმკერდის V4, V5, V6 განხრებში ეს სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ აქ არის სინუსური ტაკიკარდია. თუმცა ანალოგიურად შეიძლება გამოვლინდეს წინაგულოვანი ტაკიკარდიაც. ეს ორი ერთმანეთისგან რომ განვასხვაოთ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ძალიან მარტივი ცდა, ეს არის კაროტიდული სინუსის მასაჟი. ერთოკარდიოგრამის გადაღების მომენტში უნდა გავაკეთოთ ამ სინუსის მასაჟი და გულის რითმი თუ დროებით ტრანზიტორულად შენელდება, ეს მეტყველებს სინუსურ ტაკიკარდიაზე. ახლა ჩვენ უნდა განსაზღვროთ თუ რამ გამოიწვია ეს სინუსური ტაკიკარდია. საერთოდ ეს ტაკიკარდია შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, მაგრამ ვინაიდან აქ გულისცემის სიხშირე 140 ეს ძალიან მაღალია შფოთვისთვის და უნდა ვეძიოთ სხვა მიზეზები. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგალითად წამლების მიღება, როგორებიცა ბეტა აგონისტები, ეუფილინი, პერიფერიული ვაზოდილატატორები, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები, მაგალითად ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიფედიპინი. ან შეიძლება იყოს მაგალითად ნარკოტიკული საშუალებები, ამფეტამინი. სხვა მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ მაგალითად ჰიპერთერმია. გახსოვთ, რომ როცა სხეულის ტემპერატურა 1 გრადუსით იმატებს, გულისცემა ხშირდება 8 ერთეულით, ლიბერმეისტერის კანონის მიხედვით. მაგრამ აქ ჰიპერთერმიაზე არაფერი იყო ნათქვამი ანამნეზში. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს ასევე გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდიის მძიმე შეტევა, წავე მიოკარდიტი, კარდიომიოპათიები და სხვა. მაგრამ აქ შესაბამისი ცვლილებები ერთოკარდიოგრამაზე არ გვაქვს და არ გვქონდა არც ანამნეზში, ამიტომაც მათ ჩვენ გამოვრიცხავთ. ამიტომაც ჩვენ უნდა ვეძიოთ სინუსური ტაკიკარდიის მიზეზი ენდოკრინულ დაავადებებში. მართალია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა
გამოირიცხა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ ფეოქრომოციტომა. ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ან ექსტრაადრენალური ქრომოფენური ქსოვილის სიმსივნე. როგორც იცით, და ხასიათდება კრიზული მიმდინარეობით. მისი დიაგნოსტიკისათვის ყველაზე უფრო ინფორმაციულია კატექოლამინების მეტაბოლიზმის ჯვარედური პროდუქტების, ანუ თავისუფალი მეტანეფრინების განსაზღვრა პლაზმაში და კონიუგირებული მეტანეფრინებისა შარდში. ასევე შეიძლება გაკეთდეს თირკმელზედა ჯირკვლის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მაგრამ როგორც იცით, შემთხვევათა 10%-ში ეს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე არ არის განლაგებული შუა ან ჯირკვაში და ხდება მის გარეთ. მაგალითად, პერიკარდიუმში, აორტის ბიფურკაციისა და ჰემოგლობინის მიდამოში, ანუ ცურეკანდრის ორგანოში. ამიტომაც თირკმელზედა ჯირკვაში სიმსივნის არსებობა არ გამოირიცხავს ფეოქრომოციტომის დიაგნოზს. შეიძლება გაკეთდეს სცინტიგრაფია მეტაიოდ ბენზილგუანიდინით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევაა თირკმელზედა ჯირკვლის გარეგდებარე ფეოქრომოციტომების ტოპიკურ დიაგნოსტიკაში. და საერთოდ ამ ფეოქრომოციტომის დიაგნოზის დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ხასიათდება სერიოზული გართულებებით. ამ ყველაფერს შეიძლება მოყვეს გულის უკმარისობა და უმართავი ჰემოდინამიკა. ანუ მძიმე ჰიპერტენზიის ფონზე არტერიული წნევა შეიძლება უესად დაეცეს და შემდგომ უკვე რეზისტენტული გახდეს ადრენომიმეტური საშუალებების მიმართ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროკარდიოგრამაზე ასახული იყო სინუსური ტაკიკარდია, გამოწვეული სავარაუდოდ ფეოქრომოციტომით.